ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გასულ წელს ქუთაისში 3227 ტურისტი შემოვიდა. ამავე ცენტრის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2014 წლისთვის ქუთაისში სულ 27 სასტუმრო, 9 ჰოსტელი და 40 საოჯახო სასტუმრო ფუნქციონირებდა. ქუთაისში ვიზიტად მყოფი ტურისტები ღამის გასართელს ფასის მიხედვით ირჩევენ. ტურისტები ძვირადღირებულ სასტუმროებს იაფფასიან ჰოსტელებს ამჯობინებენ. იაფფასიანი ჰოსტელები გირჩევნია, რაც უფრო იაფია, მით უკეთესია. ქუთაისში ლიტვიდან ჩამოსული ტურისტი ამბობს, რომ საქართველოში ფასები იმაზე ოდნავ ნაკლებია, რაც მის სამშობლოში. აქ ფასები ლიტვაზე ოდნავ მცირეა, თუმცა მაშინდე ვერ ვნახეთ ის, რაც გვინდოდა. თავიდან ერთ ჰოსტელში შევედით, შემდეგ მეორეში და იქ გავჩერდით. როგორც აღმოჩნდა, ქუთაისში ერთ-ერთი ძვირადღირებული სასტუმრო კომპლექსი ბაგრატი 1003-ია. სასტუმროში აცხადებენ, რომ ტურისტებს ძირითადად წინასწარი დაჯავშნით იღებენ. სასტუმროს ფასები იწყება 120 ლარიდან და მთავრდება 330 ლარით, მაგრამ ხელშეკრულების და კონტრაქტების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო დაბალ ფასს თავაზობ მომხმარებლებს. ვიზიტორებს შედარებით დაბალ ფასებს თავაზობენ ჰოსტელებში, რომელთა რიცხვი ქუთაისში ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა. გვაქვს ოთახები თავისუფალი წერტილით, შედარებით ფასიანი, სადაც ღირებული ვაჟი არის 25 ლარს კაცზე. გვაქვს შედარებით იაფიანი 15 ლარი. ქუთაისში მოქმედი ჰოსტელები და საოჯახო სასტუმროები მათ შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ათავსებენ. მათი მომხმარებელთა დიდი ნაწილი სასურველი სასტუმროს დაჯავშნას სწორედ ამ გზით ახერხებს.